რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. იქ მოშიმშილეების პროტესტი მიმდინარეობს. ჩვენი კორესპონდენტი ნატალი ჯახუტაშვილი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. ნატალი, ვის დასჭირდა სასწრაფო დახმარება? დიახ, რამდენიმე მოშიმშილე გახდა თუდად, სულ ცოტა ხნის წინ მოვიდა აქ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ამ წუთებშიც ექიმები სამედიცინო დახმარებას უწევენ აქ მყოფ მოქალაქეებს. ეს ადამიანები აქ შიმშილობენ უკვე 22 დღეა. თქვენ ხედავთ კარვებში 24 საათიან რეჟიმში რჩებიან ისინი აქ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. ახლა შესაბამის დახმარებას უწევენ ექიმები ამ ადამიანებს. ცოტა ხნის წინ შეუძლოდ გახდა ასევე დარეჯან ცხვიტარია. გვითხრით თუ შეიძლება რა მოგივიდათ ახლა როგორ გძნობთ თავს? არა, შაფქარმა დაიწია, ზღვარს დაბლა ჩამოვიდა და მეტი არაფერი. ნეტვარ. 22 დღეა უკვე პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავთ. როდემდე აპირებთ ასეთ კონდიციაში ყოფნას? ბოლომდე აუცილებლად არ შევწყვეთ შიმშილობას, სანამ მიზანს არ მივაღწევთ. ახლა ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე და არა ეს ახლა შუაგზაზე მიტოვება. ბრძოლის ნამდვილად არ აქვს ეს ფუფუნება, იმიტომ რომ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება საქართველო ახლა. გზა გასაყარზე კიდე არ არის, უკვე უკან არის ერთი ხრამი და იმ ხრამში უნდა გადავარდეთ მაშინ, ჩვენ რო ახლა ბრძოლა არ მოვიგოთ და ნამდვილად არ დაუშვებს ქართველი ხალხი ამას და ვიბრძოლებთ ერთად ბოლომდე, სანამ არ გავიმარჯვებთ. გასაგებია, მადლობა დიდი და პარალელურად მიმდინარეობს ყოველდღიური აქცია პარლამენტის შენობის წინ. დღეს ჯერჯერობით არ ვიცით აქციის მონაწილეების გეგმები, რას აპირებენ ისინი. ანი ქავთარაძეც აქ არის და შეგვიძლია გავესაუბროთ. თითქმის 1 წელია უკვე ჩვენ ვხედავთ რუსთაველის გამზირზე უწყვეტ პროტესტს. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი შენარჩუნდეს, რომ წინააღმდეგობა გაგრძელდეს. ფაქტია, რომ ქართულ ოცნებას ძალიან არ მოსწონს, ხო, ის რაც ხდება ყოველდღე რუსთაველის გამზირზე. დიახ, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ამ პროტესტის შენარჩუნება და თვითმყოფადია უკვე ეს პროტესტი, რომელიც სახეს იცვლის იმის მიხედვით, თუ როგორ ამძიმებს რეპრესიას რეჟიმი და ჩვენ ხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აი აქ გამზირის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ ადამიანებს და საერთოდ სისხლის სამართლის წესით დაიწყეს მათი გასამართლება, პროტესტმა შეიცვალა სახე, ნახა გამოსავალი და დაიწყო გადაადგილება თბილისის ქუჩებში, სადაც მიაქვთ ადამიანებამ და ის პროტესტი, რომელიც დუხს ქალაქის ცენტრში, რა თქმა უნდა, შენარჩუნდება და შენარჩუნება ბოლომდე, გამარჯვებამდე. მე ვფიქრობ, რომ დღეს არის გუშინაც აღვნიშნე, რომ ჩანს უკვე კონტურები კონსოლიდაციის, პოლიტიკური სახეების, პარტიების, ცალკეული ინდივიდების თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ეს პროცესი პოვებს განვითარებას და საბოლოოდ ჩამოყალიბდება ერთიან ძლიერ ძალად, რომელიც მიიყვას ქვეყანას გამარჯვებამდე. რეჟიმის რყევამდე. ამ მიმართულებითაც უნდა გკითხოთ აუცილებლად, თქვენ ერთ-ერთი პარტიის წევრი ხართ, კოალიცია ცვლილებას წარმოადგენთ. ამ მიმართულებით მუშაობენ ოპოზიციური პარტიები, რაიმე კონსულტაციები მიმდინარეობს, შეხვედრები გააქვთ დახურულ კარს მიღმა, მსჯელობთ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით? დიახ, მსჯელობა და კონსულტაციები მიმდინარეობს სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფთან, ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებთან და მკაფიოდ ჩანს ადამიანების სურვილი ერთობის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია დღეს რუსულ რეჟიმს, რისიც ყოველთვის ეშინოდა რუსეთს და ეშინია ბიძინა ივანიშვილსაც, რა თქმა უნდა და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ერთობა მიღწეული იქნება სწორედ აი იმ წინარე რეპრესიების გამო, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რომელსაც ყოველდღიურად ამძიმებს რეჟიმი, მაგრამ საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს გენეტიკურად მუდმივად ახსოვთ, რომ ძალა ერთობაშია და ადრე თუ გვიან ეს ერთობა მიღწეული იქნება აუცილებლად, ვინაიდან რუსული მარწუხი აქ ვერ პოვებს განვითარებას. გენეტიკა არის ის, რომელიც ყოველთვის აღმოცენდება რაღაცა მატრიგერებელი ფაქტორის შემდეგ იწვევს უკვე იმას, რომ ექსპრესია ხდება ამ ყველაფრის და საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ იმას, რომ რეჟიმი დაინახავს საბოლოო სახეს უკვე ერთობის და დუგინის გზავნილების აი აქ აღსრულება და განხორციელება, რასაც რეალურად აჟღერებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და
და მათი წარმომადგენლები რუსული საცეცების სახით განვითარებას ვეპოვებს და ამის ნათელი მაგალითია სიმტკიცე, რომელიც რუსთაველზე მათ შორის მოშიმშილი ადამიანების სახით. მადლობა. მოქალაქეები ამ წუთებშიც იკრიბებიან ახლა რუსთაველის გამზირზე, ისინი ტროტუარზე არიან განთავსებული, ასევე პოლიციაც მოვიდა ადგილზე სულ ცოტა ხნის წინ. თქვენ ხედავთ საპატრულო პოლიცია განლაგდა ამ ქუჩაზე და სულ ცოტა ხანში უკვე დაიწყება დიდი ალბათობით მსვლელობა და ამ მსვლელობით ჩვენ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.